მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ჩვენ დღეს გსურს ვისაუბროთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რა არის ჭეშმარიტება და რა უნდა გვაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენი ბაგიდან ისმოდეს სწორედ ჭეშმარიტი ხმა, რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ და როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია, რა უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჩვენი სიტყვა იყოს ჭეშმარიტი და შეთანხმებული წმინდა წერილთან და წმინდა მამებისეულ სწავლებასთან. ამიტომ მე ხა პუნქტობრივად ჩამოვყვებით და ჩამოვაყალიბებთ იმ პოსტულატებს, რომელიც მნიშვნელოვანია აი ამ საკითხის მართებული გააზრებისთვის. იმიტომ რომ თუ არა ეს ჭეშმარიტი კრიტერიუმები, რომლითაც დასტურდება ადამიანის ჭეშმარიტებაში ყოფნა, ხომ შეიძლება ადამიანი უეცრად და მყისიერად აღმოჩნდეს ან პროტესტანტულ, ან კათოლიკურ, ან კიდე რომელიმე სექტანტულ სულისკვეთებაში და ამავე დროს ეგონოს რომ ძალიან მართებულად და ისე თავისუფლად და პატრიოტულად და ასე შემდეგ განმარტავს ამა თუ იმ საკითხს. ანუ პირველი კრიტერიუმი გახლავთ, ესე იგი, წმინდა წერილი, სახარება, ბიბლია, რომლის სწავლების მართებული განმარტებით აღქმა არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ანუ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჭეშმარიტებაზე, ეს ჭეშმარიტება უნდა იყოს სახარებისეული. მაგრამ ამავე დროს აქვე უნდა დავძინოთ, რომ სახარებისეულ სწავლებას სჭირდება სწორი განმარტება, წმინდა გარდამოცემის მიერი, ანუ წმინდა მამებისეული, რომელმაც სწორად და მართებულად და რაც თავარია სულიწმინდის მადლით განმარტეს სახარების ყველა პუნქტი და ეს საგანძური დედა ეკლესიის წიაღში, როგორც ეგზეგეტიკა, დევს და ყველა შეუძლია ამ შესანიშნავ ნაშრომებს გაეცნოს, ვისაც სურვილი გააჩნია. ანუ, როცა საუბარია იმაზე, რომ დღეს რატო ვსაუბრობ ჩვენ ახლა ამ საკითხებზე, იმიტომ რომ სხვადასხვა სასულიერო პირი გადაგებს და ხშირად საჯაროთაც გადაგებს და აქედან გამომდინარე მისი სიტყვა ყოველთვის მნიშვნელოვანია როგორც სასულიერო პირისა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო ის რომ ის სასულიერო პირია, სულაც არ არის საკმარისი, თუნდაც არქიმანდრიტი იყოს და თუნდაც მღვდელმთავარი. აქვს თავარი კრიტერიუმი გითხარით, რომ არის ჭეშმარიტებაში ყოფნა და აქედან გამომდინარეა მისი სწავლება მართებული თუ არა მართებული. და დღეს ხედავთ, რომ ადამიანი აი ამ სასულიერო პირებზე გვაქვს განსაკუთრებულად გამახვილებული ყურადღება, აი ამ კრიტერიუმს, რასაც ქვია ჭეშმარიტების სწავლების სახარებისეული მართებული განმარტება, ამას არ აქცევენ ყურადღებას და ხდება უფრო მეტიც რაღაცნაირი გნოსტიკური, ასე ვიტყოდით, ანუ შერეული, აღრეული სხვა ცნებებთან, სხვა შეხედულებებთან აღრეული სწავლებებია შემოთავაზებული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, თვითონ სახარება და წმინდა წერილი არ არის ისე განმარტებული, როგორც ამას აკეთებდა წმინდა მამები. რასთან შერევა ხდება, ვთქვათ, მაგალითისთვის, ვთქვათ, ფილოსოფიურ შეხედულებასთან. ეს ფილოსოფიური შეიძლება იყოს ძველი ანტიკური, შეიძლება იყოს ახალი გერმანული ფილოსოფიის და ეს მოდერნისტული აზროვნება, რომელიც ეკლესიაში ყალიბდება და ყალბად არასწორად განმარტავს სახარების ძირითად ცნებებს, სწორედ ამით არის ერთ-ერთი გამოწვეული. მეორე პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ესეთიც იყოს, ანუ შეიძლება ადამიანი იყოს ან ერთი, ან მეორე პოლიტიკური პარტიის მომხრე და იმ პოლიტიკური ნიშნით თავისი ლიდერები ყავდეს, თავისი გმირები ყავდეს და თავისი სიმართლე კონდეს, თავისი თავისუფლებაც კონდეს და ყველაფერი თავისი კონდეს და ამას ყველაფერს ფუთავდეს რელიგიური ნიშნით და სახარების სიტყვებიც კი მოიყვანოს, რათა თავის აი ამ შეხედულებას მიცეს რაღაცა მყარი საფუძვლები და საზოგადოებაში გამოჩნდეს ისე თითქოს და ეს ადამიანი აი ნახეთ სახარებით ლაპარაკობს და ესეთია და ისეთი. ასაც ჩვენ ხედავთ არქიმანდრიტის, რომელიც გამოდის და აი ესეთი არამართლმადიდებულ რაზმებს ესე უპრობლემოდ ავითარებს ხოლმე და ავრცელებს
მას სწორედ აი ესეთი სინდრომები სჭირს პირდაპირ გაგებით, რო ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფსევდოტრადიციულია და ფსევდოპატრიოტული შინაარსისაა ყოველთვის და აი ამ ფსევდოპატრიოტული ისეა წარმოჩენილი, რომ არიქადა ეს ადამიანი რაღაცა დიდ ეროვნულ მოღვაწეთან შეიძლება გქონდეთ წარმოჩენილი. ეს კიდე არის ესეთი მეორე მხარეც, რა თქმა უნდა, აი ამ სცენისა. შემდეგ, რაც უნდა იცოდეს ჭეშმარიტების მქადაგებელმა, ეს გახლავთ ის, რომ ადამიანის სწავლება უნდა ეფუძნებოდეს მსოფლიო საეკლესიო კრებების განსაზღვრებებს. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ანუ კრებსითი ცნობიერება დედა ეკლესიის წიაღში და სხვადასხვა შეხედულებები შეიძლება არსებობდეს და მათ შორის ეს შეიძლება არსებობდეს წმინდა მამებშიც კი, ნახეთ, ამასაც აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება სწორედ მამებისეულ კრებსით გადაწყვეტილებას. რატომ? იმიტომ რომ აქ მოქმედებს უცდომელობის პრინციპი და ერთ-ერთი მეორე კრიტერიუმი უცდომელობისა, რომელიც დედა ეკლესიას გააჩნია, სწორედ ეს არის მსოფლიო კრებების განსაზღვრებები, რომელზეც როგორც მოციქულთა კრებაზე იყო ნათქვამი ჯერ უჩნდა სულსა წმინდას და ჩვენცაო, აი ესეთი პრინციპი ხელმძღვანელობდა ეკლესია აი ამ კრებსითი გადაწყვეტილებების დროს და აქედან გამომდინარე მისი გადაწყვეტილებები ცხადია არის უცდომელი და უნდა ვიცოდეთ რომ სოფლიო კრებების წმინდა წერილისა და სოფლიო კრებების გადაწყვეტილებები არ განიხილება და რეგლამენტირებას არ ექვემდებარება არანაირი კუთხით. ეს მეორე, რასაც უნდა აკეთებდეს ჭეშმარიტი მოძღვარი ქადაგების დროს და აი ესე თქვათ მესამეზე თუ რო გადავიდეთ რომ არის ესეთი ადამიანები რომ აი წმინდა მამამ ეს თქვა და ასე თქვათ ერთ წმინდა მამაზე აკეთებს აქცენტირებას და ამ დროს შეიძლება ერთი წმინდა მამის აზრი იყოს კერძო აზრი და არ იყოს გათავისებული მთლიანად ეკლესიის სისავსის მიერ. ესეთი რამეც მომხდარა და თქვათ ავიღოთ გრიგოლ ნოსელის აპოკასტასურის სწავლება, რომელიც ეკლესიამ არ მიიღო ამხილა და მართალია დიდი წმინდანია გრიგოლ ნოსელი, მაგრამ თვითონ ეს სწავლება მისი ეს კონკრეტულ სწავლებებზე საუბარი იყო უგულებელყოფილი და მიუღებელი და როცა ადამიანი სწორედ ამ მიუღებელს და უგულებელყოფილზე და კერძო აზრზე აკეთებს აქცენტს, რომ აი ესე დიდი მამა ესე ლაპარაკობს, ესე იგი თვითონ თავის თავში მას უკვე აღარ აქვს ეს ჭეშმარიტი ორიენტირი, არამედ აქვს ის მიდრეკილება მცდარი მოდერნისტული, ლიბერალისტური ან ეკუმენისტური შეხედულებებისაკენ, რომლის საფუძველს თქვათ განმარტების და მყარად დასაყრდენ საფუძველს, ასე თქვათ, იძლევა აი ესეთი კერძო აზრი, რაც არის ყველგან ყოველთვის დაუშვებელი. მთავარი პრინციპი წმინდა მამების სწავლებისა გახლავთ ძმაუნდადან რომ ჩვენ უნდა გვწამდეს ისე როგორც წამდა ყველას ყველგან ყოველთვის. ეს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ყველას ყველგან ყოველთვის ნიშნავს, რომ ეპოქალური განსხვავების მიუხედავად, ტერიტორიული განსხვავების მიუხედავად, ხომ? ეკლესიას სწავლება არ იცვლებოდა მიუხედავად იმისა, რომ იყო ცვლილებები, თქვათ, და არის სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიები, არის სხვადასხვა წმინდა მამები, სხვადასხვა დროა, იცვლებოდა ეს ისტორიულად ყველაფერი, მაგრამ არ იცვლებოდა ჭეშმარიტი სწავლება, როგორც იყო კრებსითი და როგორც იყო მამებისეული, ისე დარჩა ის უცდომელ კრიტერიუმებში. და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი საგანძური. აი ეს სამი პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ქადაგებელი ადამიანი ამაზე უნდა აგებდეს თავის ჩონჩხს თავისი ქადაგებისა და როცა აქვს ადამიანს რაღაცა პრეტენზია იმისა, რომ მისი ბაგით გაჟღერდეს ჭეშმარიტება და ადამიანმა მიიღოს აქედან სულიერი სარგებელი. ისიც ძალიან ფრთხილად უნდა ვაკეთოთ, უფრო რჩევის დონეზე და არა ისე, რომ აი მე ვარ და უკვე უხუცესი ვარ და ამღელა დიდი წვერი მაქვს და ასე შემდეგ ეს ამბები არ მოქმედებს აქ როგორც ჭეშმარიტების დასტური არც ასაკი და
არც ჭაღარა წვერი. აქ მოქმედებს სულიწმინდის მადლი და ჩვენ ვიცით, რომ სახარება როგორ უდგება ამ საკითხს, ხო? წინანი უკანა და უკანანი წინა. პრინციპი არის ესა. და არავითარ შემთხვევაში ის რომ არეკა და ჩვენ უხუცესები ვარ და ესე ძალიან ბევრი უხუცესი ყავდა იუდეველებს და თავისი მწიგნობრების სახით და ვიცით რაც დაემართათ მათ თავისი აი ამ მწიგნობრული და ვითომ ხუცესის მიერი სწავლებამ რა მოუტანა მათ. ძირითადი პრინციპები ესე იგი რაც წმინდა წერილსა და წმინდა მამებს შეეხება ჩვენ რა თქმა უნდა ჩამოვაყალიბეთ და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ. ეხლა გადავიდეთ კიდევ უფრო კონკრეტულზე, როცა ადამიანი გადადის აი ამ დოგმატური ხო არის ერთი და მნიშვნელოვანი, რომ აი ეს უნდა განსაზღვროს. მეორე არის, რომ ადამიანი ზნეობრივ ნორმებსაც გადადის, როცა იწყებს გადაგებებიდან ბრალდებებს, ხო? რის მხილველებით გავხდით ჩვენ და აი ამ დღეებში და ზოგადად რაღაც პათოსივით ახალი პათოსი და სხვათა შორის ძალიან საფრთხის შემცველი პათოსი შემოიჭრა ეკლესიის წიაღში და ასეთი პიროვნებები რატომღაც არ ხდება მათი გაჩერება ან შენიშვნის მიცემა მაშინ როცა ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ბრალდება მოგეხსენებათ ძილისწამება, ცრუბრალდება, რომელიც არ დასტურდება ცხოვრებით, არ დასტურდება სიტყვით, საქმით, დაწერით, გადაგებით და უბრალოდ ძილისწამლურ ხასიათს ატარებს, ესეთი ბრალდება აუცილებლად უნდა იქნეს, რა თქმა უნდა, დანახული და შენიშვნამიცემული, იმიტომ რომ ესეთი სცენი შეიძლება თუ არ იქნა, ესე იგი რაღაცნაირად შეჩერებული, აუცილებლად მიიღებს მეტასტაზურ ფორმებს და გადამდები აღმოჩნდება სხვებისთვისაც და რაც გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ქაოსს დედა ეკლესიის წიაღში და მეტყვა დაგვიფარებს ამისაგან. ესეთი ბრალდებები, თუნდაც სქიზმაში გასვლის საფრთხის ბრალდებები, ან ერესში დადანაშაულების ბრალდებები, ყოველთვის უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. ესეთი ადამიანების საუბრები და რატომ ვიძახით ამას ჩვენ რომ ვიცით შესანიშნავად რომ როგორც თავში გითხარით ბრალდება სქიზმაში და ერესში ბრალდება ეს არ არის ცალკეული ადამიანების კომპეტენცია. ადამიანმა შეიძლება წარადგინოს თქვათ მეორე ადამიანის სწავლება და დაწერილი და განსაზღვრული და გადაგების დონეზე და სწავლების დონეზე შემოთავაზებული და ეს სწავლება იქნას განხილული ჯერ საღვთისმეტყველო კომისიის მიერ და თუ საჭირო იქნება სინოდალურ დონეზე და თუ ამას კიდევ უფრო დიდი მასშტაბები აქვს, მაშინ მიდის საუბარი იმ განხეთქილებებზეც და იმ ერესებზეც, რომელსაც კიდევ უფრო დიდი კომპეტენციით ერთვება ეკლესია ამა თუ იმ საკითხების გადაჭრაში. ჩვენთან დღეს აი ესეთი ბრალდება ისე გამოფშვიდინებულად წარმოიძახებს რომელიმე სასულიერო პირი, ვითომ თვითონ იყოს რომელიღაცა წმინდა ნიკოლოზი იყოს ან ისინიც კი არ აკეთებდნენ აი ესეთ რაღაცებს და ვითომ რაღაცა ძალიან დიდ მოღვაწეებს წარმოადგენდნენ, რომლების ავტორიტეტი იმხელა იმდენად დიდია, რომ მან თუ თქვა, ესე იგი ამბიოდი, ესე იგი ეს დასტურია. ეს არის სრულად ხიბლის მანიშნებელი მოვლენა. არავითარ შემთხვევაში მაგ ჭეშმარიტებას და საერთოდ ახლოსაც არ არის ეს ადამიანი, საერთოდ კომპეტენციაც ნულია, იმიტომ რომ არ ესმის რომ ეს ბრალდებები არ შეიძლება ესე საჯაროდ გაიქნიო და ამას სათანადო თავისი წესი რიგი აქვს ეკლესიის წიაღში და ცრუბრალდება, კიდევ უფრო გიტრიალდება შენ სინამდვილეში და ჯულის კანონით ხარ დასაჯდელი, აი ამის გამო რომ აბრალებ ადამიანს იმას, რაც არ გაუკეთებია, არ უთქვია და მით უმეტეს რომ არაპირებს და აი ეს ამდენი წელიწადი ელოდები ამ განხეთქილებაში ადამიანების გასვლას, ვინც განხეთქილებისგან იხსნა ეკლესია, აი ამ ბოდვებში ვიმყოფები დღეს ჩვენ ძმანოდადანო და ამას ჭირდება რა თქმა უნდა სერიოზული რეაგირება, იმიტომ რომ როგორც წესი იჩაგრება ის, ვინც იჩაგრება იმ კონტექსტით, რომ ადამიანური გაგებით ხდება ეს ეწოლები, თორე ღვთისგან პირიქით ხდება, რომ ესეთი ადამიანები ვიზეც უბრალდება, ისინი კი არ იჩაგრებიან, არამედ პირიქით მადლს იღებენ იმისათვის, რომ მათ მიმართ გაისმის
გაჟღერებულია, სრულბრალდება და აი ამას ითქმის ადამიანი თავისი თანმდაბლობით, ეკლესიის სიყვარულით და მოთმინებით და რა თქმა უნდა, იქაც რეაგირებას თვითონაც აკეთებს. ოღონდ ეს რეაგირება არის გამოწვეული იმითი და არა თავისი თავით თქვათ სურდეს აი ამ საკითხებში ესე ჩართვა და როცა დაწყნარებულია თითქოს ზღვა და აი ამისი აღელვების არაფერი ნიადაგი არ ჩანს და უცებ ვიღაცა პროვოკატორები აი ესე გამოხტომებით არღვევენ ეკლესიის სიმშვიდეს. ძალიან მძიმე ცოდვად მიგვაჩნია ჩვენ ეს ყველაფერი და სათანადო რეაგირებას რა თქმა უნდა საჭიროებს. რაც შეეხება ერესებში ბრალდებებიც იგივე კონტექსტით არის. მე ერთი მაგალითი მახსენდება მაგალითად პოლემიკური თვალსაზრისით ვინც მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა, თქვათ უთქვამს, რომ აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს ქრისტეს ბუნებათა ესე იგი ურთიერთ არსებობის თანაარსებობი ჩამოგვიყალიბეთო, როგორ გესმით თქვენო და მომწერეთო და მე ავიღე და მივწერე ივანე დამასკელის სიტყვა ქრისტეს ბუნებების შესახებ, ღვთაებრივისა და კაცობრიობის შესახებ, ოღონდ არ მიმიწერია რომ ეს იყო ივანე დამასკელის სიტყვა და როგორ ფიქრობთ რა პასუხი მოვიდა იქიდან? ბრალდება მოვიდა ერესში. არც მეტი, არც ნაკლები, თქვენ ეს არის ერეტიკული სწავლება, ხო და მე ვეუბნები კაცო, ჩემი არც ერთი სიტყვა არ არის, მაგ ივანე დამასკელია თავიდან ბოლომდე უბრალოდ არ მიუთითე რომ ივანე დამასკელია და ივანე დამასკელს დებ ერესში ბრალს მეთქი და ამის შემდეგ ესეთი დუმილით ხდება ამ ადამიანებთან დაშორება. რატო? იმიტომ რომ ამ ხალხს თუ მართლა აინტერესებს ადამიანის ჭეშმარიტებაზე მოქცევა, ხო, მაშინ ესე გამოხტომებით კი არ აკეთებენ და ბრალდებები კი არ იწყება. არამედ იწყება სიყვარულით. სვლა მასთან მისვლით, პირადი საუბრებით, ერთი უნდა მივიდეს ახარებისევად, მერე ორი ან სამი და თუ არ შეიგონა, მაგრამ აი ესეთი რამე დღეს უკვე აღარ ხდება, რაღაცა აი ღია ფორმით ხდება, ესეთი სრულბრალდებები, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ფაქტიურად და უფრო პოლიტიზირებულები არიან, ვიდრე მართლა ქრისტიანული სულისკვეთებით ხელმძღვანელობდნენ, იმიტომ რომ ეს სცენი, რომელიც დღეს პოლიტიკაში გვაქვს, ეს დაპირისპირება, ხო, საზოგადოებისა, ეს არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება არის არაქრისტიანულად მცხოვრები უსიყვარულობის პიკზე, ზღვარზე იმყოფება და შეუძლია ერთმანეთი რომ მიცეო, საშუალება ალბათ შეჯამენ ერთმანეთს. აქამდეა მისული ეს ეგრეთ წოდებული პოლარიზება, ხო? მაგრამ როცა ეკლესიის წიაღში ხარ, შედავლოცვილო და ქრისტეში ძმობას საუბარი და ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე და ამ დროს აი ესეთ რაღაცეებს უკეთებ შენ ძმას ქრისტეში, ხომ? დააბრალებ იმას, რიც დაბრალებაც ნიშნავს იმას, რომ ეკლესიის შვილი არ ხარ, მადლი არ გაქვს. ესმით, ამაზე უარეს ვერაფერს ვერ ეთქვი ადამიანს. ხდელს ეუბნები ან მის მრევლთან ერთად და არაერთ ხდელს, ანუ მთელ ჯგუფს, უზარმაზარ უამრავ ადამიანს ეუბნები, რომ შენ განხეთქილებაში ხარ და უბრალოდ კი ხარ ეკლესიაში, მაგრამ არ ხარ ეკლესიაში. აი ესეთი სრულბრალდება არის უმძიმესი დანაშაული ღვთის წინაშე. ეს ამდვილად ესია და მერთმა უშველოს ყველას, ვინც ესეთი სულისკვეთებით არის გაჯერებული. რა თქმა უნდა, ჩვენ უბრალოდ ჩვენი პოზიცია არ შეგვიძლია არ დავაფიქსიროთ, იმიტომ რომ ის საჭიროა ვიღაცამ უნდა ესმოდეს, რომ ამას ყველაფერს არ მოაქვს კარგი და აქ უნდა დასრულდეს ეს ამბები და შეიძლება ამისი განვითარება და გაღვივება მოხდეს ეკლესიის წიაღში. ყოველად დაუშვებელია. თუ იმეს პოლემიკა სურს საკითხებზე, ამისთვისაც არსებობს ზნეობრივი ღვთისმეტყველების კომისია და კი ბატონო, იქ როცა უნდათ, მაშინ ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ყოველთვის მზად ვართ, დადებულია ეს თემები, სადაც საჭიროა და ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად უმაღლეს დონეზე და ფორმით იყოს განხილული ესა თუ ის საკითხები. ასე რომ თუ იმეს უნდა ჩვენ ამისთვის ჯანსაღი პოლემიკისთვის და საღვთისმეტყველო საუბრებისთვის ყოველთვის მზად ვართ, პირიქით ამას ჩვენ ვეციებთ. და არა ისი. და როცა გაბრალებენ იმას, რაც უკვე სინოდალურად განჩინებულია, თქვათ,
უნათლავის ჩვილების საკითხი და რაც სახარებისეულად არის და ამას არც უნდა სჭირდებოდეს ამას არაფერი განხილვა, იმიტომ რომ პირდაპირ წერია მახარებელთან ივანესთან რომ ვინც არ მოინათლება წყლისაგან და სულისა ვერ ხელეწიფების შესვლა სასუფეველსა ღვთისასა ჰუმანისტურად მოაზროვნე ადამიანების სულით გაჯერებული ადამიანი ფიქრობს რომ იმან რა დააშევა და ამან რა დააშევა და იმას ხომ მისი სული ხომ არის რაღაცა უზენაესი გონით და ასე ფილოსოფიური ის მიდის ჭრილში ამ ყველაფრის განხილვა რომ რაღაცა ნაწილი სულისა არის ესე იგი უმციკლო და დაუზიანებელი და პირველი ქნილიცოდვით არ დაზიანებულა ამ საკითხებზეც გესაუბრებით ოღონდ ცოტა მოგვიანებით შემდეგ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანია ამის განხილვა იმიტომ რომ მე შემთხვევით არ ვახსენებ ფილოსოფია შემთხვევით არ ვახსენებ ელინიზმს როგორც სენს თანამედროვე ღვთისმეტყველებაში მათ შორის იმიტომ რომ ეს გნოსტიციზმი რასაც ქვია ქრისტიანობისა და ელინიზმის და ამ ანტიკური სამყაროს პლატონიზმის და ამ ამბების შერევა და შეხმატკვილება არ ახალია ეკლესიის ისტორიაში და ეს იყო ცნობილი გამოწვეული პლატონიზმიდან გამთავრებული ორიგენიზმითა და ევაგრიზმით რომელმაც ეს სულისკვეთება შემოიტანა შემოაპარა ასე ვიტყოდით ეკლესიის წიაღში და დღესაც უამრავი ადამიანი მათ შორის ღვთისმეტყველი აი ამ გონია რომ წმინდა მამის გადაგებს და სინამდვილეში გესმის ორიგენიზმი და გესმის პლატონის და ევაგრეს სწავლებები რაც მეხუთე მსოფლიო კრებაზე იქნა სწორედ მხილებული როგორც ერესები აი ეს არის ის რისი თქმაც გვინდოდა ჩვენ დღეს და რა უნდა მოუწოდოთ მური სიყვარულით რა თქმა უნდა შეინანონ არაფერი არ არის აქ ისეთი რომ ადამიანი ახლა დაჯიუტად დადგეს თავის პოზიციაზე და უბრალოდ უნდა თქვას როგორც საჯაროდ აბრალებ ხო საჯაროდ თუ აიღე და გამოთქვი რომ მე ესა და ამ საკითხში რაღაცა ნამეტანი ისე მომივიდა და არ უნდა მეთქვა და რაღაცა თქვი სინანული არის ყოველთვის კარი გაღებული სასუფეველისაკენ და არ გექნება პატიების უნარი და ძმობის უნარი და დაემშვიდობე სამოთხესო ესე ამბობენ მამები და ჩვენ ამას არავის არ ურჩევთ და არავის არ უსურვებთ როგორც ისინი გვისურვებენ ჩვენ ხო უმადლოდ ყოფნას და უმეტოდ და ერესებში და განხეთქილებებში ყოფნას რო გვაბრალებენ ხომ ესეთი ადამიანი გაბრალებს გეუბნება რომ გისურვებს ჯოჯოხეთში ყოფნას ამასია საქმე აქ ამ უსიყვარულობის პიკზეა საუბარი და ამას გამოდის უხუცესი ღვთლები და რომელსაც ჭკუა უნდა მოეკითხებოდეს და იქეთ უნდა ვეკითხებოდეთ როგორ უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა და აი ესეთ არასერიოზულობასთან ბილად რო თქვა გვაქვს საქმე ღმერთმა შეგვიწყალოს და გვაცხოვნოს